საშობაო უწყება ყოველთვის აქტუალური, რევოლუციური და სიმშვიდის მომგვრელია ქაოსითა და კრიზისით მოცულ ჩვენს მსოფლიოში. ეს უწყება შეიძლება უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე სამი მოვლენის მეშვეობით გამოიხატოს. ესენია შობა, სიკვდილი და კაცობრიობის ისტორიის კულმინაციული წერტილი. პირველი არის შობა. ბიბლიაში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ უთხრა ანგელოზმა შობის ღამეს გარეთ მყოფ შეშინებულ მწყემსებს. ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება. ომის დროს დედები ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიანთ მცირეწლოვან ვაჟებს კარგად ახსოვდეთ მამა. ადრე ასეთი ამბავი მოვისმინე. მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ დედას თავისი პატარა ბიჭი იმ ოთახში შეჰყავდა, სადაც მამის დიდი პორტრეტი ეკიდა. დიდხანს იდგნენ და უყურებდნენ ფოტოს მამისა, რომელიც სადღაც შორს ომში იყო. ერთ დღეს ბიჭმა დიდხანს და ნაღვლიანად უყურა მამის სურათს და ბოლოს დედას უთხრა: დედა, განაბედნიერება არ იქნებოდა, რომ მამა ამ ჩარჩოდან გადმოსულიყო. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ზეცას შეჰყურებდნენ და სურდათ, რომ ღმერთი ასე ვთქვათ ჩარჩოდან გადმოსულიყო. ბეთლემში, დაახლოებით 2000 წლის წინ, ღმერთი სწორედ ასე მოიქცა. მან გადმოაბიჯა ზეციდან და მოვიდა ამ ქვეყნად. ეს იყო განკაცებული ღმერთი, შობილი ქალწულის მიერ. უფალმა თავი დაიმდაბლა და მიიღო მონის ხატება. ის გახდა ჩემი და შენი მსგავსი. მან ჩვენი პრობლემები, მთელი კაცობრიობის პრობლემები, საკუთარ პრობლემებად მიიღო. მოციქული იოანე წერს: სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით ახსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდ შობილისა. მე-19 საუკუნის დასაწყისში მსოფლიო შიშითა და კანკალით ადევნებდა თვალს ნაპოლეონის წინსვლას. ადამიანები დღითი დღე მოუთმენლად ელოდნენ სხვადასხვა ბრძოლისველიდან მოსულ ახალ ამბებს. ამასობაში შინ დარჩენილთათვის ცხოვრება გრძელდებოდა. იბადებოდნენ ბავშვები. აი მაგალითად, ერთ წელიწადში ტრაფალგარისა და ვატერლოოს ბრძოლებს შორის პერიოდში ქვეყნიერებას უამრავი გმირი მოევლინა. 1809 წლის განმავლობაში ლივერპულში დაიბადა გლედსტოუნი, ალფრედ ტენისონი ლინკოლნშირში, ოლივერ ჰოლმსი მასაჩუსეტსში, ფრიდრიხ შოპენი ვარშავაში, ფელიქს მენდელსონი ჰამბურგში, აბრაამ ლინკოლნი კენტუკიში. მაგრამ მაშინ არავინ ფიქრობდა ახალ დაბადებულებზე. ყველას გონება ომისკენ იყო მიპყრობილი. დღეს კი ამდენი წლის გასვლის შემდეგ შეგვიძლია უფრო ობიექტურად ვკითხოთ საკუთარ თავს. 1809 წელს გამართული ბრძოლებიდან, რომელი იყო ამავე წელს დაბადებულ ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი. რამდენი რამ შეცვალა 2000 წლის წინ ბეთლემში, გომურში დაბადებულმა ჩვილმა. მის მიერ შთაგონებული განათლების სისტემები, მისი სწავლების მიხედვით განხორციელებული რეფორმები და სრულიად შეცვლილი ოჯახები და ერები. მეორე არის სიკვდილი. შეუძლებელია შობისა და ჯვრის განცალკევება. იესოს შობისას ანგელოზმა თქვა, რომ მესია თავის ხალხს იხსნიდა მათი ცოდვებისაგან. ქრისტემ კი საკუთარ სიკვდილზე საუბრისას თავად თქვა, რომ მამისათვის იყო შობილი. წლების შემდეგ მოციქული პავლე მისწერს ახალგაზრდა ტიმოთეს, რომ იესო ქრისტე ამ ქვეყნად ცოდვილთა სახსნელად მოვიდა. შობის მთავარი უწყება ჩემთვის ისაა, რომ იესო ქრისტეს თავისი სიკვდილითა და აღდგომით შეუძლია როგორც ცალკეული ადამიანების, ისე საზოგადოების გარდაქმნა. თითქმის ყველას ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გრძნობს ზნეობრივ მარცხს და დანაშაულის გრძნობა იპყრობს. თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთი, რომელსაც ვკითხულობთ და თითქმის ყველა გადაცემა, რომელსაც ვუყურებთ, აფრქვევს სიძულვილს, გულის თქმას, სიხარბეს, მიკერძოებას და გარყვნილებას. ის ფაქტი, რომ გვყავს პოლიცია და სამხედრო ძალა და გვაქვს ციხეები, იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც უკიდურესად ცუდად არის ადამიანის ბუნებაში. თვითმფრინავში ასვლისას ჩხრეკენ ჩემს ბარგს, პორტფელს და ხანდახან ჩემს ტანსაცმელსაც. შემდეგ ისევ მახსენდება ადამიანური ბუნების სნეულების შესახებ. იცით, ადამიანი ნამდვილი პარადოქსია. ერთი მხრივ, მასში ამაოება და ცოდვაა. მეორე მხრივ, სიკეთე და სიყვარული. ერთი მხრივ ადამიანი ზნეობრივად დაცემული არსებაა. მეორე მხრივ კი მას აქვს ის უნარ-შესაძლებლობანი, რომლებიც ღმერთთან აკავშირებს მას. გასაკვირი არ არის, რომ პავლე ადამიანის ამ სნეულებას ურჯულოების საიდუმლოს უწოდებს.
ბიბლია გვასწავლის, რომ კაცობრიობა ზნეობრივად დაავადებულია. ამ დაავადებამ გავლენა მოახდინა საზოგადოებაში ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე. წმინდა წერილი ამ დაავადებას ცოდვას უწოდებს. ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ და რომ ამ ცოდვის ერთადერთი წამალი ჯვარზე დაღვრილი ქრისტეს სისხლია. საშობაოდ, მრავალ ეკლესიაში ზიარება ჩატარდება და პურისა და ღვინის ბაგეებთან მიტანისას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სწორედ ქრისტეს სისხლისა და სხეულის სიმბოლოა. ჯვარი და აღდგომა ადამიანის ერთადერთი იმედია. წითელ პარასკევსა და აღდგომის კვირას ღმერთმა ის მოიმოქმედა ადამიანისთვის, რის გაკეთებაც ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავისთვის. ამ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის მეშვეობით ღმერთი ეუბნება ცოდვილ ადამიანს: მე შენ მიყვარხარ. გარდა ამისა, ის ამასაც ეუბნება მას: მე შემიძლია მოგიტევო. სწორედ ესაა შობის კეთილი უწყება, მაგრამ თქვენც უნდა გადადგათ ნაბიჯი. თავი უნდა დაიმდაბლოთ, აღიაროთ ცოდვები და ზნეობრივი მარცხი და შემდეგ რწმენით მიხვიდეთ ქრისტესთან, როგორც თქვენს უფალსა და მხსნელთან. ეს არის ის კარგი ამბავი, რომელსაც ქვეყნიერება ეძიებს ზნეობრივი, ფსიქოლოგიური თუ სულიერი კუთხით. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება ეს სასაცილოდ და იდიოტურად მიიჩნიოთ. თავად მოციქული პავლეც ხომ ამბობდა, რომ ჯვრის შესახებ ქადაგება სისულელეა მათთვის, ვინც იღუპებიან ცოდვებში, მაგრამ ჩვენთვის, ვინც სიკვდილისგან ვართ დახსნილნი, ეს ღვთის ძალის გამოხატულებაა. ყველაზე მეტად გულის ცვლილება გვჭირდება. სწორედ ამიტომ თქვა უფალმა იესომ, რომ ხელახლა უნდა ვიშვათ. სწორედ ამიტომ გვითხრა მან, რომ თუ არ მოვინანიებთ, დავიღუპებით. მოციქული პავლე ათენში წარმოთქმულ თავის ცნობილ ქადაგებაში ამბობს, რომ ღმერთი ყველა ადამიანს ყველგან მოუწოდებს მონანიებისკენ, რადგან მას დადგენილი აქვს დღე, როდესაც მთელ ქვეყნიერებას განსჯის. ვინ უნდა მოინანიოს? ყველამ. ამისკენ მოგვიწოდებს ჯვარი. ესაა ჯვრის უწყება. მოინანიეთ ან დაიღუპებით. მარტივია. ესაა შობის უწყებაც. მესამე, არსებობს დიდებული იმედი. არსებობს იმედი ჩვენთვის, რომ იქნება კაცობრიობის ისტორიის კულმინაცია. შობა უფრო მეტია ვიდრე ქრისტეს შობა და სიკვდილი. შობა ასევე ღვთის სასუფეველის გამარჯვებაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობაზე ამოკვეთილია ციტატა ბიბლიიდან, რომელიც ჯერ არ აღსრულებულა. აი ისიც. გამოჭედავენ ისინი თავიანთ מחვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს ნამგლებად, აღარ აღმართავს ერი ერზე מחვილს და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას. ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდნენ ადამიანები, რომლებიც მშვიდობას ესწრაფოდნენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ამ მუხლის კონტექსტიც. ხსენებული მონაკვეთი ესაიას წინასწარმეტყველებიდან ეხება იმ დროს, როცა მესია გამეფდება მთელ დედამიწაზე. ეს არის ის დრო, რომელზეც იესო გვასწავლიდა საუფლო ლოცვაში. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ეს არის დრო, როცა ბეთლემში შობილი იესო ქვეყნიერებას მეფეთა მეფედ და უფალთა უფლად მოევლინება. ბიბლია გვასწავლის, რომ ეს იქნება კაცობრიობის ისტორიის დასასრული. მაგრამ ქრისტე დაბრუნდება. ბეთლემში ის პირუტყვისთვის განკუთვნილ გომურში იშვა. სიკვდილისას ეკლების გვირგვინი ადგა თავზე. მაგრამ მეორედ მოსვლისას ის ზეცის ლაშქრის მხედართმთავარი იქნება. ის აიღებს ხელში ამ ომებით დაქანცული მსოფლიოს მართვას და მარადიულ მშვიდობას დაამყარებს, რომელ მშვიდობასაც ველტვით. ანგელოზმა უთხრა შეშინებულ მწყემსებს ქრისტეს შობისას: ნუ გეშინიათ. იესო ამბობს: ნუ შეკრთება თქვენი გული, მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. მე კვლავ მოვალ. და როცა ის მოვა, ცოდვას მოსპობს, ცრემლს მოსწმენს ყველას თვალთაგან, აღარ იქნება სნეულება. მოისპობა სიკვდილიც, რომელიც ადამიანის უდიდესი მტერია. ერი ერზე აღარ აღმართავს מחვილს და აღარ მოხდება ომები. ეს არის შობის დაპირება. ეს არის ჩვენი იმედი. ეს არის შობის ვარსკვლავი, რომელიც სიბნელეს გვინათებს. ეს არის დარწმუნება იმისა, რომ მესიის მეშვეობით დგება ახალი დღე. მესიისა, რომელსაც ესაია წინასწარმეტყველი უწოდებს საკვირველს, რჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა.